გამომხნევებელი შეძახილებით თამაში ოზურგეთელ არწივებისა და რუსთავის ხარებს შორის თავიდანვე დაძაბულა წარიმართა ალიგის მორაგბეებმა საქართველოს ჩემპიონატში გასვლითი თამაში რუსთავთან 30 ქულიანი სხაობით წააგეს. საკუთარ სახლში არწივებმა რევანში აიღეს და შეხვედრა 18-ით 10 გამარჯვებით დაასრულეს. 18 წლამდე ასაკის მორაგბეები დაკომპლექტებულმა გუნდმა მიუხედავად აღნიშნული გამარჯვებისა პლეი-ოფში გადასვლა ვერ მოახერხა. პირველი ლიგა კი პლეი-ოფისთვის ისევ იბრძვის. შეგახსენებთ, რომ მათ წინ ორი თამაში ფოთთან და ბათუმთან ელით. ძალიან პრინციპული თამაში იყო, რევანშის აღება გსურდა, ჩვენ რუსთავში წავაგეთ, მაგრამ დღეს ავიღეთ რევანში, ყველა ბრძოლა მაქსიმუმი ჩადო და შედეგის მოიტანა. კაი თამაში იყო, თავიდანვე დაძაბული თამაში იყო ბოლო წუთებამდე, მიულოცავთ ბიჭებს კაი გამარჯვებას, იბრძოლეს ბოლომდე, გაიმარჯვეს, ჩვენ ბევრი შეცდომები დავუშვით მთლიანად თამაშის განმავლობაში. ძალიან ბევრი ეს შეიძლება ითქვას მთელი თამაშისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ მიულოცავ ბიჭებს და ოზურგეთის გუნდს წარმატებას უსურვებ კიდე მომავალში. ულოცავ პირველ რიგში ჩემ გუნდს ამდით გამარჯვებას. სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდი წელს პლეი-ოფში ვერ გავიდა. ჩვენ ამ გუნდთან მარცხი ვიწვნიეთ რუსთავში და ეხლა დიდი შანსი ჰქონდა რევანშის და რევანშიც ავიღეთ. დასანანია, რომ გასვლით თამაში თბილისში მსაჯების არაობიექტური მსაჯობის გამო არმიასთან, რომლებიც ჩვენ პირველ წელში დავამარცხეთ, ძალიან ცუდად მოგვექცენ იქ და ფაქტურად დავმარცხდით. ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ჩვენს გუნდს რომ გასულიყო პლეი-ოფში. რეგბის სამყაროში ესე რომ ვთქვათ, ოზურგეთმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა და ძალიან დიდად ხმაურიანად გამოიხურა ალიგის ჩემპიონატის კარები. სადაც ჩვენი სიტყვა თქვი და დავამტკიცეთ, რომ ოზურგეთში რეგბი მიდის წინ. ახლა დაგვჭა პირველ ლიგაში კიდე თამაშები, პლეი-ოფის შანსი გვაქვს და ბევრი მათგანს იქაც მოუწევს თამაში და არაფერი არაა დაკარგული. მთავარი ისაა, რომ ამ პატარა მანძილზე შეიქმნა ძალიან კარგი ძლიერი კოლექტივი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უფრო დიდი და დიდი წარმატებები იყოს.